გამოვა თუ არა მაფიის ფინალი სიცილიაზე. ხუჭა ისე იყო რაღაცა ეწენა თქო საქართველოს ნაკრები თამაშობდა ყველა ბედნიერი იყო ეს არის power of football Yes. აქ მოხდა ნაჯახი King in a castle. ეს მაფიის ვლოგს შემოგთავაზებთ. გვეყოლება ნაღები საზოგადოება, ნაღები იუთუბერები. ეგრე მითხეს, არ ვიცი, ვინები იქნებიან ზუსტად არ გეტყვი. ვიღაცები მელოდებიან გარეთ უკვე, მე აგ სეტაპს ვაწყობ, აქ ეს ჩვენი ოთახია, სადაც ინტერვიუებს წერთ. ბიჭები არ მოსულან, მაგრამ ჯერ მე ავაწყობ ყველაფერს. მზამზას დავახვედრებ და ის გადავაბარებ და ისინი გააგრძელებენ და მე კი რავი სტუმრებთან ვიმოძრავებ ცოტას რაღაცებს ვილაპარაკებ. რაღაც საინტერესო რაღაცებს გავასიახლებს, გავიგებ, თან შორგზიდან მოსულ სტუმარსაც გავისაუბრებით. ხო, და მე სტატისტიკას მე ჩემ ვლოგების სტატისტიკას რო უყურებ, თითქმის 80%-ს გამოწერილი არაა კარგი, ხო და ნუ დაიზარებ subscribe, please. მადლობა. ჩვენი სლენდერ აქ არის და ემზადება, იმიტომ რომ მის საქმეს ვერავინ ვერ შეასრულებს, გამორიცხულია, ვერ აზროს ვერსად, ვერც ერთ კონტინენტზე. მართლა? ეგეთი ისაა, კარგი ტიპი? ეგეთი ხარ. გამოიწერეთ სარტურა საფრთხე. შემოგიყვება. მივდივართ. წინა ვლოგში მეგობრებო მე ვთქვი რომ 70% მივდიოდით. ეხლა 90% მივდივართ. მე უკვე ახალი იდეა მაქვს რომ იაპონიაში გავგაზოთ შემდეგი სეზონის ფინალზე რა. ეს არა. რა მოჭე? მე რომ ის იყოს რა ქვია. იდეა მაქვს. ბომბი იყოს და მართლა რომ გამართლდეს ეგ იდეა. 2 წლის წინ ამაზე ვილაპარაკე და მოხდა. ხო და აი, რამე იმედია ბევრი ნახავს იმედია შენს ვლოგს, მაგრამ იმედია ბევრი არ ჩაიმახსოვრებს ამას. იმიტომ რომ ბომბა იყოს, რომ აი იაპონიაში ახალი სეზონი და რაღაცა რა. სეზონი იაპონიაში ძალიან. სეზონი არა, ფინალი. ეს სამი თვე იგივე ვიცხოვრობთ. მე ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით, წამიყვანე და ცხოვრება ვიცხოვრობ. იაპონია, აი თან თაში მთიანი იაპონია, სოფელი იაპონიაში. ფუჯიზე, ზედ. ამასობაში ვინც არიცით, გუშინ ვულკანი ეტნას ეტნა არა ეტნა სიცილიაზე მდებარეობს ეს ვულკანი და იქ მივდივარ სადაც ეგ ვულკანია ხათი მოვიდა ჩაქრება მანამდე კაცო ხმა არ არის წინა ვლოგის ხმა არ არის ნახევარზე მეტი არა 40% რატომ არ არის მე მიყვარს ეგრე ხმის გარეშე გადაღება ასე უკნიდან მომეპარება ხოლმე და ოპა დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე კოკისპირული წვიმა. მეორე საქართველოში მოსალოდნელია მოღრუბლობა. მესამე საქართველოში იქ არა კიდია მე ვარ პოსეიდონი მე ვარ კურდული მენტალიტეტის მატარებელი მე თუ გინდა გადაიღეთ ბავშვი ეს რა აქ ხალხი ცდილობს ტერმინალით გადაუღოს სხვა ხალხს გავტეხა მე ვარ ჰაკერი ფურად ცხოველი ვარ ანუ ეგ კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს დაუსვია ჩემთვის რა ცხოველი ხარ მაგრამ ვერასდროს პასუხი ვერ გავეცი მაგ კითხვაზე იმიტომ რომ არ ვიცი რა ცხოველი ვარ შეიძლება მე ვიყო მე ვიცი რა ცხოველი რა აბა სეგი მე ხო გითხარით რომ შორგზიდან ჩამოსულ სტუმარს გაჩვენებთ რა აი ძალიან შორიდან მოვიდა აი სანტა კლაუსის იქეთ ხო ჩემი ჯენგო რა ვახარ დაღლილი დილით ადგა წამოვიდა წერი გაიპარსა რაღაცა მაკიაჟი გევიგეთ ყველაზე საშირულთან მაკიაჟი ყველაზე პატიოსანი ისედაც პატიოს მაგრამ პატიოსთან თამაშო ყველაზე კარგად შენ რა ხო შენი კარტია რა ხო რა მაგრამ არ მევასებ აუ კაროჩე ბიბის როლი ნომერი ისე რომ აი როგორც მაყურებელი რო უყურებ მაფიას რა შენი როლის გამოცნობაა ძალიან ადვილი და კალასი ან როცა მაფია ხარ რა აი ეგრევე დამწარი პონტია ჯენგოს მანქანა გაჩვენოთ ესეც ჩემი მონსტრი დგას და
აქვე ჯენგოს მანქანა რომელი შეიძლება იყოს? ბენგ. რა თქმა უნდა. ნაუმარი გრან ჩეროკი. აი ესე რიძეა. Bang bang. Django. აი კაპოძე რა არის? ვიწყო? აჰა. რა არის აი? ეს რა არის? აქ მოხდა ნაჯახი. აქ აბოეს უნდა მოხვედროდა, მაგრამ აცდა და მოხდა აქაც ნაჯახი. შეგნით მონიტორი გატყდა. აგე ხელს ეთყობა. მერე ფარები გატყდა. და რავი ესე ნერვები რომ ამიშალა და ამუშავე და მომერიდეთ რა. მოერიდეთ კი არა, პირიქით უნდა დავასაპორტოთ ჩვენი საყვარელი იუთუბერები, განსაკუთრებით Django. და მით უმეტეს ესეთ ამაზე ფორმაში და აი ნახე просто რა სიმპათიური ტიპი დადგა უკვე რა. არა ისედაც კარგი იყავი. კი. მაგრამ ეხლა უფრო კარგი. ეხლა გავახალგაზრდავდი და ახლობით 1-6 წლით რა. ხო, მით უმეტეს. არავინ არ მაძლევს შენას ფიქრობ ამდენის თუ იცი. მე არ ვიცი შენი ასაკი. ამდენის ვარ მე. ჩემზე შემო 2 წელი დიდი. 37-ის მაქსიმუმ. 38. რამდენი? 40. აჰა. 20 დღეში ვხდები 41-ის. შენ მოგიო რა კაცი. მე very long. ხო და დავასაპორტოთ რომ მეტი რაღაცები გადაიღოს, გააქტიურდეს. კი, აი ზარმაცობს, მაგრამ მე მგონი იცი რა უშველი ის თბილისში გადმობარგება ცოტა ხნით. ოღონ ზაფხულში არა. ზაფხულში თბილისი ბანძობაა. ალბათ შემოდგომა. ეგ მიშველის, იმიტომ რომ დამჭირდება და აგერ ერთად წავარ დღეში რაც ხას მოვამზადებ რაღაცას ვიზამ. ის დამეხმარება, ანუ დვიჟენია რა. ხელი ხელს ბანსო ორივე ხელიო. აუცილებლად დავასაპორტოთ. უეჭვად რა და. რავი. Django-ს აი დასპამეთ Django-ს არხი ვაშე ყველა Facebook-ზე, Instagram-ზე Django გამოჩდი რა და გამოჩდება. I'll be back. Django-s მანქანაზე ვილაპარაკეთ და Gio-s მანქანაზეც ვილაპარაკოთ ერთ-ერთზე. Gio. შენსას ნაჯახის ის არა აქვს, რა ქვია შენსას ნაჯახის კვალი. ნაჯახის კვალი რატო უნდა ქონდეს? აი Django-s კაპოტი არის დაჩეხილი. გახსნა ნახე არა? არა. წამო განახეთ უკვე. აი აქ ეს არის ნაჯახი. ნაჯახის კვალი აქ. ეს მე მგონი სამრეცხაოსბრალია. ისეთი ნაპორი ქონდა რომ გურიაში ეგეთია ხო? ბახმაროს წყალი მოდის. მანქანაზე რა გაკეთე? არა, სვეჩები მაქვს შესაძლებელი. იმიტომ რომ პერებოი აქვს. გასარეცხია. ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ არ აქვს. წაიღეს? არა, შპილკა მომიტყდა. ხადაო? ედაო. ბევრმა არ იცის. ეს არის Gio-s daily car-ი. კი, ჩაგახედოთ სალონში. ბარხატი. და მან რო ჯდები ტრაქს უხარია. ხა ბევრი დაწერს ეს რა მანქანა არისო რა. აქ რო ჯდები. King in a castle. ერთ-ერთი ყველაზე რბილი მანქანა არის Gio-s რა წავს. არა, უпростоრად ერთ-ერთი არა, ერთადერთი ყველაზე რბილი მანქანა არის Gio-s ავტოპარკიდან, იმიტომ რომ მეორე Skyline ყავს R34 და ძალიან უხეშია, ტაშტივით არის და კიდე ერთი რა ყავს. მის მეუღლეს ყავს და ნუ ოჯახში ყავს Prado. ეგეც საკმაოდ უხეშია და მე მგონი ყველაზე უხეში არის მაინც Mercedes-ი. Gio. უფრო უხეში რომელია, Skyline-ი თუ Mercedes-ი 124? უხეში რომ ხდება. ზოგადად რა? Prado-ს კი Sky არა? ხო. Mercedes-ი ებისნაირია. Mercedes არც მასოს, ერთხელ ვიჯექი საჭესთან სულ. არა ძალიან მომინატრე ეგ მანქანა. გაყიდოს ოპილი. მართლა? ხო. აუ, sad story. ეს არის არტუროს ახალი ვლოგი.
2077 Cyberpunk სტაილი რაღაც. ვასილას გაიზარდა კუნთოვანი მასა. ეფექტი კიდე მეტი ეფექტი. დიდიმე ბექგრაუნდი. გიორგი არის ძალიან კრეატიული ბიჭი. даже ბრენდი რაც აკვირია თავის iPhone 14 Pro-ს, ეგეც ძალიან კრეატიულია. ამას შეიძლება შემდეგ ბლოგში მე დავამატებ. რა მოხდება სიცილიაზე ჩვენ რო ჩავალთ? შენ სიგარების მოწევას ხო აპირებ იქ? რა თქმა უნდა. მოხდა ეტნაში ჩააწე და ისე მოვკიდე. კაი, მე და გიო აპირებ დასვლას. შენ რა მოხდება სიცილიაზე რო ჩავალთ? სიცილიაზე რო ჩავალ, ვახ ჩემი მეთქი, აქ სადან ვარ თქო, გამიკვირდება და სიგარებს რომ მოწევ ხოლმე, მე ვისკის დავიდგავ და სიგარას მოგიწევ. კაი, მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვულკანზე უნდა ვიდეთ. ხო იგრეა? არა, ვულკანზე სანამ ავალთ, ვულკანი ჩამოვა ჩვენამდე, კი. ჩვენამდე სანამ ავალთ ის გაგოსრებს და თავისი ფეხით თავის ლავას ჩამოიტანს. ჩემი აზრით უნდა გაიაფთეს აი ბილეთები და აიგზალოს ვულკანის ამოფრქვევა. აიგზალოს თუ აიგრძალოს? აიგზალოს. აიგზალოს? კი, კი, აიგზალოს. მადლობა. შემდეგ მაფიის ფინალსაც ჩავატარებთ. გორში. ყველაზე კაი აზრია დავიჩალეთ. გიო რა მოხდება? სიცილიაზე. ყველაფერი კაი. მეც მას მგონია. კოჭებიდან ეთყობა რომ უკვე გამختარი ადამიანია აქ რა. 25 კილო რომ აქ დაკლებულის. ეს ვისი ვლოგია? მართლა, ვა, გამოიწეთ. მოიჭველი ამ უმაგრესი ადამიანის სახე. ვინც არ გამოიწელოს ქალის ალერსი არ ეღირსოს. გაკოცეთ ყველას მიყარხართ. და თამაშობს და ვისა ერთად თამაშობს? ვისა ერთად თამაშობს? უფრო გამختარ ადამიანთან ერთად. ენგო. ბიჭო, ესე იგი, რო იძახიან თბილისი აფუჭებსო ხალხსო ეგრეა? ეგრეა. ახლა შენ გურიაში გაივლი ესე? არა, ძმა აღარ გადერიო მომეთქლავენ კარგის დრო. ესე იგი, კაცი რომელმაც დააგვიანა, მაგრამ მაინც მოვიდა რა. ჩამოაღწია. იცი რა დავაგვიანე? რატო დავაგვიანე? მე ჩამოვფრინდი დილის 6 საათზე. ცოტა დაძინება ხომ მჭირდება და ხო ანუ ერთ მეგობარი თამაშობდა ჩემპიონის ფინალში. ხო და აი არ ვიცი ახლა გეცოდინებათ თუ არა. ვიცნობ, შორდა ვიცნობ. ხო და მე მგონი საპატიო მიზეზია ახლა რა. აუ აი ძალიან გიჟური ისტორია ის იყო რომ რასაც ვუდებოდი მოკლედ თავიდან და დაგეგმვის მხრით არ წავიდა. ბოლოს დავrch ბილეთის გარეშე. ანუ ვიყიდე გადამყიდველისგან და მაგანაც გადამაგდო და ანუ ხუჩასაც დარიგებული ქონდა უკვე ბილეთები რა და ბოლო წამს ანუ უკვე ვეგუები რომ ვერ მივდივარ თამაშზე და ხუჩას მეუღლეს თამაშს ვლაპარაკები სხვა თემაზე. 1 ივნისი მოდიოდა და ხუჩასზე დამიანეს ფოტო მიდო რა ბავშვთა დღეზე დამედო და უბრალოდ ლაპარაკში რო იკითხა რომ რომელზე მოდიხარ მე თქვი ვეღარ მოვდივარ რა გადამაგდეს და უკვე 3 საათში ისეთ საჩუქარი გამიკეთა ნიცამ რომ აი ცხოვრის ბოლომდე რო არ დავივიწყებ და მადლობა და მე ხო რა თამაშიც იყო აი მართლა უფრო იმ წამს რაღაც ვერ აღვქონდი და აი რა თამაშიც იყო მიუნხენში რო იქნებოდი და თამაშზე ვერ შევსულიყავი ალბათ ისეთი დემოტივაცია მექნებოდა რომ მოკლედ მადლობა როგორც ყველაფერი როგორც წავიდა რა თავისი თამაშის სცენარით ჩემი შესრულით ამბებით და როგორც თელი საქართველოს ბედნიერია და ყველაზე გაისაა რომ ყველაზე მაგარად წავიკითხე რომ ხუჩა ისე იყო რაღაცა ეწენა თქო საქართველოს ნაკრები თამაშობდა ყველა ბედნიერი იყო ამიტომ ეს არის power of football რა yes მე სხვათა შორის ვიძახი ვიწინასწარმეტყველე 1-3-4 წლის წინ აი დავიწყე PSG-ს ქომაგობა რა და აქ ძალიან ბევრი დამცინოდა რა ანუ აი რატომის გამო და ნუ მე ვცხოვრობ რომ და მეთქი დადგება ის დღე მშვენიერი რომ მთელი საქართველოს ესე უბალიშკებს რა და მართლაც ეგრე მოხდა რა აუ ძალიან კაი კლეცე ულოცავ ყველას კიდევ მთელ საქართველოს ხვიჩას PSG და საფრანგეთს რა ანუ მართლა საქართველოს ჩემპიონობა იყო აუ კი მაიცა უნდა განახო ჩვენთან რა ხდებოდა პროსტა აი ეს ვიცი რაღაც ისე ნახე კაღაც კადრი, ნუ ყველაფერში არ მინახავს. შეხედე რასთან. ანუ ეს არის მარტო საქართველოს ნაკრები რო თამაშობს, სხვა რა არის? სვეჩი სხვა არ არის ეგეც და
ნახე, აი, просто აი გოლს რა მოიტანგოს, ესე უხარეთ, ხო, არაფერი არ უხარეთ. და ანუ აი ხვიჩას რო საფრთხის ჩემპიონატში გაეტანა, არც მაშინ არ იქნა ჩემპიონთა ლიგის ფინალი არის. არა, ხვიჩას გოლი იმდენად გადამწყვეტი იყო. დამიჯერე კი, აი ეგ მაგან შეავსო ყველაფერი რა. იქ აი ყველაზე მაგარი არის ლუის ენრიკე ხაზზე როგორ მორბის. კი. აი მომენტის დროს გაყვა, ანუ მატარებელი ვიდრე. გაყვა ხაზზე, ანუ ეგ ყველაფერს ნიშნავს. ეგ რა უკეთები არის ფეხბურთელზე და ბედნიერი ვარ რა გარემოში არის რა. და მადლობა ჩვენს რო ესე გვახარებთ რა. მოკლედ აი ესეთი მაგი დაიქნება დღეს რა. აი ესეთი ხალხი. და მე როგორც აი всё მორჩა. მორჩა თამაში. გავწელა ეს. ეს ხალხია. მოდი რა, ორი წამი რა, მართლა ეს შარ ეხავს ბიჭო. იმიტომ რომ უნდა გითხრათ პირველად უკვე გადაწყვეტილად რომ სიცილიაზე შედგება მაფიის ბიჭო არ შეიძლება ეს ლუდი რო გიდგას წინს რა. რამე წვენვას დაგვასპონსორეთ რა. იმენა წვენმა. რომ წვენ დავიღოთ და ლუდს რომ დავთხე, სამ მაგალ დავიღებ. აუ, მარკაი ლუდე. რა შევშენ რა როგორ აა კარგად. შენზე კარგად არ ვარ, მაგრამ თამაში კაი ხო. თესლობა. დავალი ეგ არის რა. ჯიტუს გადმოსახედი. მე რო გითხო მაგრამ მე სასწაული რაღაცები გადავიღე და ეს ბლოგში მიდის და 5 ყუშიანი შორტებით გასვლას ვაპირებ თუ შეიძლება რა. სიცილიაზე. ხო. სიცილიაზე, წავი. ადი სიცილიაზე მიდი შენ, მე შორტებით გავვა. ადი შენ სიცილიაზე. ასლა მორჩა და პეტრიშკა მინდა რომ რამე ჩავწერო, მაგრამ ალბათ დავიკიდებ. და ესე ჩავწერე. ჩვენ თამაშის მერე ესე გადაგვაქვს 20,000 ლარიან ლეპტოპში. 20,000. 13 შენ გადაიხადე ისე 20. ხო. მოკლედ ძვირიან ლეპტოპში გადაგვაქვს მას ჩვენ ძვირიანი მასალა. და ეს უნდა იყოს ჩამოკიდებული და მოგვცემდა პეტრიშკას აირჩია. აი აღარ მინდა. ჩაო. ეს იყო მაფიის მე-10 ეპიზოდი. დარჩა სულ 2 ეპიზოდის 2 გადაცემის ჩაწერა და მე-13 სიცილიაზე. ძალიან აღელვებული ვარ, ძალიან ნერვიულობ მაგაზე. ჩვენთვისაც გადამღები ჯგუფისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა არის იქ ჩასვლა, იქ ლოკაციის ათვისება და კარგად გადაღება ამ ყველაფრის, თან ბევრად განსხვავებულად ვიდრე ის ჩვენ სივრცეში რასაც ვიღებთ. ასე რომ რა ვიცი, წარმატებები გვისურვეთ. ძალიან დიდი წვალება გვიწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისიამოვნებთ ამ საფინალო ვიდეოთი და ეს უნდა იყოს მოტივატორი სხვა იუთუბერებისთვისაც და ზოგადად სპონსორებისთვისაც, რომ გვერდში დაუდგნენ იუთუბერებს, YouTube პროექტებს დაინახონ ამაში მომავალი, იმიტომ რომ მომავალი YouTube-შია, როგორც განათლების მხრივ, როგორც გართობის მხრივ, როგორც უბრალოდ ინფორმაციული წყაროს მხრივ, ხო, ყველა გზა YouTube-ისკენ მიდის. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ჩემიც G2G-ს არხიც. Ciao. Ciao, 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 ciao.